საფრანგეთის ბირთვული პოლიტიკა წლების განმავლობაში შეფასებული იყო როგორც სტრატეგიული ბუნდოვანება, რაც იმას ნიშნავდა, რომ არ იყო ცნობილი საფრანგეთი რა შემთხვევაში გამოიყენებდა საკუთარ ბირთვულ არსენალს, ვითარება შეიცვალა და ახლა საფრანგეთი მზადაა ევროპის სხვა ქვეყნების ბირთვული უსაფრთხოება უზრუნველყოს. მოდით ვნახოთ მსოფლიოში ბირთვულ სახელმწიფოებს რა შეიარაღება აქვთ. ეს მონაცემები განთავსებულია ბირთვული იარაღის გავრცელებლობის საერთაშორისო კამპანიის ვებსაიტზე. ამერიკის შეერთებულ შტატებს 5244 ბირთვული ქობინი აქვს, დიდ ბრიტანეთს 225, საფრანგეთს 290, ისრაელს 90, პაკისტანს 170, ინდოეთს 164, რუსეთს 5889, ჩინეთს 400 და ბოლოს ჩრდილოეთ კორეას 30. ახლა ვნახოთ ევროპაში რა ვითარებაა, სადაც ჯერ კიდევ ინახება ამერიკული ტაქტიკური ბირთვული შეიარაღება. ევროპაში ორი ბირთვული სახელმწიფოა. საფრანგეთი მსოფლიოს მეოთხე ქვეყანაა, რომელმაც 1960 წელს თავისი პირველი ბირთვული ბომბი გამოსცადა. ევროპის კონტინენტზე ძირითადად ტაქტიკური ბირთვული საშუალებები აქვს ამერიკას. ნიდერლანდებში, გერმანიასა და ბელგიაში 15 ერთეული, თურქეთში 20, ხოლო იტალიაში 35. რუსეთს არაერთი ბირთვული საშუალება აქვს განთავსებული ევროპის მიმართულებით. როგორც ცნობილია, ტაქტიკური ბირთვული შეიარაღება კრემლმა ბელარუსშიც შეიტანა, თუმცა რაოდენობა უცნობია. ევროპის სრულად დაფარვისთვის კი საფრანგეთს უდავოდ სჭირდება, რომ განავითაროს საკუთარი ბირთვული არსენალი.